მოგესალმებით არხის მაყურებლებო, მოგესალმებით არხის გამომწერებო, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ ინტერესსა და იმ ყურადღებისათვის, რაც გამოიჩინეთ. ამ არასრულ ორ კვირაში, რაც ჩვენი არხი მუშაობს, 170-მდე გამომწერი ყავს უკვე არხს და განსაკუთრებული მადლობა მათ. ჯამში არხმა 2900-მდე ნახვა დააგროვა და აქედან 1900-მდე ნახვა ბოლო გამოშვების დამსახურებაა, რუსეთის დოქტრინაზე რო ვისაუბრეთ. და ამან ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ მაყურებლებს და ზოგადად საზოგადოებას აინტერესებს სისტემები, რასაც ჩვენ განვიხილავთ. კიდევ ერთხელ მადლობა და კიდევ ერთხელ გარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენ დღითი დღე უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენ გადაცემებს როგორც შინაარსობრივად, ასევე ტექნიკურად. დღევანდელ გადაცემის და გამოშვების თემა არის ასეთი ამერიკული артиლერიის ცეცხლი რუსეთ-უკრაინის ომში. ყველასთვის უკვე როიტყვიან ცნობილი ფრაზაა, რომ ამბობენ, რომ артиლერია ეს არის ბრძოლის ველის მეფე და მოდით განვიხილოთ თუ რა სახის ცვლილებებს შეიტანს ამ ბრძოლის მეფის საქმეში ამერიკული артиლერიის სისტემების გამოჩენა რუსეთ-უკრაინის ომში.
that again. 463. 463, verify. Go. ATPD. Hold it. 463. 463, verify. Deflection 3195. 3195, verify. The pattern. Just one Lima. Ready, go. Load it. Powder. Powder. I see right to go. Deflection 3195. 3195, verify. Stand by. Hooked up. Fire. Let's go. Stand by. Fire. ATPD. ATPD, go.
აღნიშნულს ჩვენ გავივლით დღეს მე და ბატონი გიორგი. აი ბატონი გიორგიც დაგვემატა საუბარში. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ვასო, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. და მოდით ვისაუბროთ ამერიკული артиლერიის და ზოგადად артиლერიის სიკეთეებზე ომის დროს. გისმენთ? კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველა ჩვენი მაყურებელი, განსაკუთრებით ქართველი მაყურებელი, გაფაციცებით ადენებს თვალყურს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას, ახალ სისტემებს, იკვლევს, ეძებს, რომ ესა თუ ის ახალგაზრდებული საბრძოლო სისტემა რამდენად შეიტანს გარდატეხას ბრძოლის ველზე და ეს არის თუ არა იმ ესე რომ ვთქვათ ის მომენტი, როცა დაიწყება რუსების განდევნა უკრაინიდან, როდესაც დასრულდება უკრაინელი მოქალაქეების ესე ვთქვათ ხოცვა-ჟლეტვა ამ ომში რუსეთის მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ ამაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის სისტემა, მაგრამ პირველ რიგში მოდი აღვნიშნოთ ცალკე აღებული ერთ სისტემას, რასაც უნდა მნიშვნელოვანი თანამედროვე და ეფექტური არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა არ შეუძლია ბრძოლაში გარდატეხის შეტანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავთ რომ დასავლეთიდან ეს მხარდაჭერა არის ყოვლის მომცველი, არა მხოლოდ საარტილერიო სისტემა, არამედ სხვა საბრძოლო სისტემა, მათ შორის ორმაგი და სამხედრო დანიშნულების სხვა ტვირთი, რომელიც იგზავნება მუდმივად, რომლის ფინანსური მოცულობა საკმაოდ დიდია, რა თქმა უნდა ეს ზოგადად საერთოდ ქმნის იმ წინაპირობას, რომ უკრაინელები, რომლებიც თავისი იარაღითაც და საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით დარჩენილი შეერაღებითაც მშვენივრად იბრძოდნენ, ისინი კარგად იცავდნენ თავს და უკვე გვაჩვენეს ჩვენ, რომ მათ შეუძლიათ საკმაოდ განსწავლული ტაქტიკური ილეთების გამოყენება იმისთვის, რომ მსოფლიოში მეორე არმია წოდებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფი იქნა შეჩერებული, ხოლო ჩვენ ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს თუ რამდენი რუსი გენერალი არის მოკლული ბრძოლის ველზე, აგერ უკრაინის შეერაღებული ძალების მოქმედება განეცოდა ზღვასაც, სადაც თითქოს რუსული ფლოტი არის დომინანტი, მაგრამ ჩაძერულია საფლაგმანო გემი მოსკვა და დღეს კიდევ ერთი გემი გაუშვეს წყალქვეშ ცურვაში. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მორალური თვალსაზრისით. ვასო თქვენ შენ კარგად იცი, რომ ომში კარგია თანამედროვე საბრძოლო სისტემები, მაგრამ თავარი მაინც არის ჯარისკაცის მორალური მდგომარეობა, ის რომ მას აქვს გამარჯვების რწმენა. საბრძოლოში რა თქმა უნდა, თავგანწირვა ეს არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ამა თუ იმ ერისთვის, რომ მას შეუძლია სამშობლოსთვის ბევრი მეომარი გაიყვანოს ბრძოლის ველზე, რომელიც თავგანწირული იქნება, მაგრამ ერთია თავგანწირვა და რატომაც უფრო უკეთესია, როცა მოწინააღმდეგე უფრო ესე რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგეს უწევს თავგანწირვა და შენ მას ესე რომ ვთქვათ, შენი ტაქტიკური და სამხედრო განსწავლულობით ჯობნი და შენი მორალური ესე რომ ვთქვათ, გამომრაბერიდან გამომდინარე, შენ მოქმედებ ლაღად, შენია ინიციატივა და მოწინააღმდეგე იძულებულია რეაგირება მოახდინოს, რაც რეაგირების რეჟიმშია ერთ-ერთი მხარე, მას რა თქმა უნდა, უფრო დიდი მსხვერპლი აქვს. ეხლა მოდით ვისაუბროთ артиლერიაზე და იმ სისტემებზე, რომელიც უკრაინელებს გადაეცემათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ამერიკული артиლერიის ცეცხლი რამდენად სწრაფად მოახდენს გარდატეხას ამ ომში. ფაქტობრივად გარდატეხა მიღწეულია, მაგრამ ერთია, როდესაც მოწინააღმდეგეს ჩაეშალა ზრახები, ის ეღარ აკეთებს თავის ომის ბრძოლის ოპერატიულ თუ ტაქტიკურ მიზნებს, მაგრამ მეორეა, როდესაც შენ უკვე თავს მოახვევ მოწინააღმდეგეს შენ მიზნებს და უკვე მოწინააღმდეგეს უწევს, ესე რომ ვთქვათ, თავდაცვაში ყოფნა.
ამისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, артილერია, მაგრამ რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ერთ-ერთი კლიშე უნდა დავანგრიოთ ეხლა და ჩვენ ხშირად შევეცდებით კლიშეების დაანგრევას, რომ ტაქტიკაში, ესე რომ ვთქვათ, ტაქტიკურ ხედვაში артილერია არ იბრძვის, артილერია არის საბრძოლო მხარდაჭერა, ხოლო იბრძვის ქვედანაყოფები, ეგრეთ წოდებული სატანკო, მოტორსტროლელი და ინფანტერია. ეს სამი ტიპის ქვედანაყოფი იბრძვის, ხოლო артილერია ეს არის საბრძოლო მხარდაჭერა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეზე მნიშვნელოვანია. სამხედრო საქმეს არ უყვარს ესე ვთქვათ შედარება, რომ артილერისტი ჯობია ტანკის, ან ტანკისტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე артილერისტი. სამხედრო საქმე ეს არის და სამხედრო დაგეგმარება ეს არ არის ესე ვთქვათ სუნძისეული, ლამაზად ჩატარებული თუ მოფიქრებული საგრძელებელი ბრძოლის ველზე, ეს არის რუტინა და ამ რუტინაში მნიშვნელოვანია დაგეგმა და ამ დაგეგმაში ყველა ესე ვთქვათ გვარეობის, სახეობის, ყველა საბრძოლო სისტემის როლის და ადგილის მიჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როცა ეს რუტინა, როდესაც დაგეგმარების ხელოვნება იმდონეზია, რომ ეს ხდება სწრაფად, მოკლე დროში, ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგესთან მიმართებაში შენ გაქვს უპირატესობა. ბრძოლაში, სამხედრო საქმეში. დავუმატებდი, რომ რუტინას ერთ სიტყვას დავუმატებდი, ეს საკმაოდ სისხლიანი რუტინაა. ორივე მხრისთვის და ზუსტად აი ის დაგეგმარებისა და ზოგადად გამოყენებული საშუალებების სისხარტე საკუთარი სისხლის ეკონომიას გიწევს და შესაბამისად უკეთესია შენთვის. დიახ, ყველა ის მომენტი, ანუ ყველა შეცდომა დაგეგმარების პროცესში, ყველა არასწორი ან სწარი გადაწყვეტილება ეს რა თქმა უნდა არის წარუმატებელი მოქმედება არის პირდაპირ სისხლი დაღუპული ჯარისკაცი, რომლის შევსება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ხოლმე. ეხლა მივუბრუნდეთ артილერიას. ზუსტად ესია თემა, როცა თანამედროვე ტიპის ომების გარეშე, ესე ვთქვათ, მე-17 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის მიჯნაზე артილერიის გამოყენება გახდა სისტემური. ანუ თუ მანამდე არ ქონდა მნიშვნელობა საარტილერიო ბატარეაში რა ტიპის კალიბრის და რა სიმძიმის საარტილერიო ქვემეხი ან ზარბაზანი ქონდა ქვედანაყოფს, ნელა აღმოჩნდა სამხედრო თეორიამ, რომელმაც თავისთავად ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაზე დაკვირვებით მიიღო, აღმოაჩინა, რომ საჭირო артილერიის სისტემატიზაცია. ანუ ერთნაირი კალიბრი ერთად და შესაბამისად გარკვეულ კალიბრს გარკვეული ამოცანათა სპექტრი უნდა ჩამოუყალიბდეს. და შესაბამისად განსხვავება აი ესეთი სისტემური მიდგომა, როცა მოხდა артილერიის დაყოფა ამოცანის მიხედვით, артილერიის დაყოფა კალიბრის მიხედვით, артილერიის დაყოფა სროლის მანძილის მიხედვით და შესაბამისად სროლის თავისებურებებიდან გამომდინარე, ამან გამოიღო ეფექტი პირველად ფრანგებმა, ნაპოლეონის წარმატებული კომპანიები ხშირ შემთხვევაში მთლიანად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ ფრანგი ჯარისკაცის სიმამაცეზე, არამედ ზუსტად артილერიის სწორ გამოყენებაზე და ეფექტიან გამოყენებაზე. შესაბამისად ეს მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო სისტემები აშკარად წინ წავიდა და შედარება არ არის, მიუხედავად ამისა პრინციპი დარჩა იგივე, ეს არის სისტემური მიდგომა და ამოცანაზე ორიენტირებული მიდგომა. აქვე ჩვენი მაყურებლისთვის განსაზღვროთ, რომ артილერია არსებობს ესე ვთქვათ ქვემეხის ლულიანი артილერია, სადაც ქვემეხის პრინციპია გამოყენებული და სარაკეტო артილერია, რომელზეც სხვა ბალისტიკურ პრინციპებზეა აგებული და სხვა ტიპის ესე ვთქვათ დამიზნებაზე და ზემოქმედებაც განსხვავებულია. მოკლედ რა ვთქვა, პირველი ჯგუფი ისვრის ჭურვს, მეორე ჯგუფი ისვრის რაკეტას. დიახ. ერთ შემთხვევაში, ანუ როცა სარაკეტო артილერიაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები და ჩვენ ესე ვთქვათ ამ სისტემაზე თვალი შეჩვეული გვაქვს, ეს არის კატიუშა, ეგრეთ წოდებული საბჭოთა სისტემა, კატუშას შვილები და შვილთა შვილები, B-21-ის შთამომავლები.
დიახ და შესაბამისად პრინციპი იგივეა, რა თქმა უნდა, რაკეტის სტორმის შორე გაიზარდა და ამის სისტემები დაიხვეწა, ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამ სისტემაზე საუბარი, ხოლო მეორე მხრივ ეს არის თვითმავალი საარტილერიო სისტემები და ეგრეთ წოდებული ბუქსირებადი არტილერია, ორი განსხვავებული, ესე ვთქვათ, ერთი სისტემის რეალიზება ორი სხვადასხვა. სხვა რეალიზება ერთ შემთხვევაში თვითმავალი საარტილერიო სისტემების გაჩენა მაგალითად იგივე საბჭოთა ანალოგები ეს არის გვაზდიკა, აკაცია და უშუალოდ სტაპიონი ამ აუცილებლად გაჩნდა მას შემდეგ რაც გუდერიანმა ფოშის ნაშრომებზე დაგნობით შექმნა ტანკების გამოყენების ახალი ესე ვთქვათ ტაქტიკა, ღრმა ოპერატიულ სიღრმეებში ტანკების შემოვლით ოპერაციებს ახორციელებდნენ და დღეში გავლილი მანძილი 30-დან 90 კილომეტრამდე მერყეობდა ცხენებზე ჩაბმულ ბუქსირებად არტილერიას, რა თქმა უნდა, გაუჭირდა მიდევნება და გახდა აუცილებელი შექმნილიყო ისეთივე პლატფორმაზე მდგომი არტილერია, რომელიც ხარს აუბავდა სადანგო ქვედანაყოფებს და არა მხოლოდ მოძრაობის სიჩქარის და მანევრის სიჩქარე ექნებოდა, არამედ შეეძლებოდა, ესე ვთქვათ, ცუდი რელიეფის პირობებში ზემოძრავა. ამიტომ გაჩნდა თვითმავალი საარტილერიო სისტემები მუხლუხიან პლატფორმებზე, შესაბამისად მათი გამავლობა გაიზარდა, მათი სიჩქარე გაიზარდა, ოღონდ განსხვავებით ტანკისგან, მოდი ეს განსხვავებაც ვთქვათ, ტანკი ეს არის გარღვევის იარაღი, რომელიც ცეცხლის მანევრისა და შეჯავშნულობის ხარჯზე არღვევს მოწინააღმდეგეს, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან გამაგრებებს და შესაბამისად შემდგომ აფართოებს გარღვევის სეგმენტს, გარღვევის ზღუდეს და უკვე შემდგომ უკვე ქვედანაყოფები ან მოტოსტროლელი ქვედანაყოფები ამ შეტევის ესე ვთქვათ გარღვევის ფართობს კიდევ უფრო ზრდიან და ავითარებენ, ხოლო ტანკები აგრძელებენ მოძრაობას. ამ დროს თვითმავალი საარტილერიო სისტემები მიყვებიან სადანგო ქვედანაყოფებს უკან და სარცხველ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მათ იმისთვის, რომ ცეცხლი იყოს არა მხოლოდ იმ ცეცხლის იმედად, რომელსაც ტანკი ახორციელებს თავისი მაინც შეზღუდული კალიბრის საშუალებით, იმიტომ რომ მას გაცილებით დიდი სიჩქარე ჭირდება, ის უშუალო შეხებაშია მოწინააღმდეგესთან, ხოლო თვითმავალი საარტილერიო სისტემები მათ უკან მოქმედებს უშუალო შეხებაში მოწინააღმდეგესთან არ არის, მისი შეჯავშნულობის ხარისხი ნაკლებია, სიჩქარე არც ანუ ბრძოლის დროს სიჩქარე და არა სამართლის სიჩქარე არც ისე მოთხოვნადია, ამიტომ მისი კალიბრი გაცილებით დიდია, ვიდრე ვთქვათ ტანკის. დღესაც კი ხო 125-120 მმ, როდესაც მუშა საარტილერიო კალიბრი არის 155 მმ. თუმცა არის სხვა მოდიფიკაციები ხო? მე როგორც ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ როგორც წესი თვითმავალი საარტილერიო სისტემების პრაქტიკულად ყველა მოდელი არ გამორიცხავს, მაგრამ პრაქტიკულად არ ისვრის მოძრაობაში. ანუ ის უნდა გაჩერდეს და გაისროლოს. კი, რა თქმა უნდა, ესეა. არა მარტო საარტილერიო სისტემები, ანუ ტანკიც, ეხლა ტანკს რა თქმა უნდა აქვს შესაძლებლობა მოძრაობაში ისროლოს, მაგრამ მოძრაობიდან ასროლი ჭურვი, მიუხედავად თანამედროვე ტანკებშიც კი არის, ესე რომ ვთქვათ, ეფექტურობა დაბალია. იმასაკები უბრალოდ ის საერთოდ გამორიცხავს მაგას. ხო, ის გამორიცხულია, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ხო, ფონირული მიდგომაც ეს არის, ხო, ანუ თავარი სიზუსტეა, ამიტომ უნდა გაჩერდეს და ისროლოს. მოძრაობაში სულ კიდევ უფრო გამორიცხულია, უფრო დიდია კალიბრი, მისდევ დიდია ატაჩა უცემა. ანუ ხო, უკუცემის ძალა და შესაბამისად ეგრეთ წოდებული სტაბილიზაციის მექანიზმები იმისთვის რომ მოძრაობაში მოხდეს მისი სტაბილიზაცია საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩერდება ერთ მომენტსაც უბრალოდ მაყურებლებს მინდა ასეთი დარწმუნებული არ იციან, მაგრამ მაინც გავახსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საბოლოოდ ბრძოლას მაინც საბოლოოდ განაპირობებს ქვეითი მებრძოლი, რასაც ქვია ეს
მექანიზირებული იქნება თუ ტანკში იქნება, მაგას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. სულ ერთია ნებისმიერი ბრძოლის, მესაუბარი მაქვს შეტევითი ბრძოლის დაწყება, როგორც წესი, ეს პირველი აკორდი რო იტყვიან ამ ბრძოლის, ეს არის საარტილერიო მომზადება. ანუ არტილერიის გარეშე ბრძოლა ვერ იწყება. შეტევა განსაკუთრებით. ანუ კლასიკური მიდგომიდან გამომდინარე. კი, ჩვენ ამაზეც ვიტყვით შემდგომ როცა უკვე პრაქტიკულ ტაქტიკურ გამოყენებაზე გადავალთ არტილერიის, რა თქმა უნდა ეს ელემენტარული არის ტაქტიკის ანბანი, ესე რომ ვთქვათ, საარტილერიო ცეცხლი ასუსტებს და ხშირ შემთხვევაში ანგრევს მოწინააღმდეგის ფორტიფიკაციურ მომზადებულ თავდაცვის ზღუდეს, ზემოქმედებს სანგარში მყოფ ჯარისკაცებზე და რა თქმა უნდა ლოჯისტიკას უნგრევს ან კომუნიკაციას ან მართვას ამოწანა, მაგრამ ბრძოლის წინა ცეცხლის მომზადება ძირითადად არის მოწინააღმდეგის ჩასანგრებაზე ზემოქმედება, თორემ მოწინააღმდეგის ზურგზე მართვის პუნქტებზე და კავშირგაბმულობის კვანძებზე, კომუნიკაციის ხაზებზე ზემოქმედება ეს მუდმივად ხდება, მაგრამ ეს არის უკვე ერთი საფეხური ზემდგომი არტილერიის საქმე, როგორც წესი, ხოლო უშუალოდ არტილერიის ის ქვედანაყოფი, რომელიც გამოყოფილია საბრძოლო ქვედანაყოფის ხარდაჭერისთვის, ანუ ეგ არის დასავლეთსა და რუსეთს შორის განსხვავება, ეხლა ცოტა წინ გავუსწრებთ, რომ არტილერიის გამოყენების პრინციპი. იმის, რომ რუსეთის არმიის და საბჭოთა არმიის 20-ეულის მეთაურს ან 100-ეულის მეთაურს მესტაურმა მიიღოს საარტილერიო ხარდაჭერა, ის ზემდგომ მეთაურს თხოვს, რომელიც თავის ზემდგომ მეთაურის, ანუ ბატალიონის მეთაურს არ აქვს თავისი საარტილერიო სისტემა, ის თხოვს თავის ზემდგომ, როგორც წესი, ბრიგადის მეთაურს, რომელიც უკვე აძლევს დავალებას ბრიგადის არტილერიას გამოყოს ესა თუ ის ქვედანაყოფი, შეიძლება იყოს გათვლა ან ბატარეა ან საარტილერიო ბატალიონი საეცხლე მხარდაჭერისთვის და ეს მოუქნელია. დასავლური მიდგომა არის ზუსტად ის ქვედანაყოფი თუ იბრძვის, მას უშუალო კავშირი აქვს მის მხარდაჭერად გამოყოფილ საარტილერიო ქვედანაყოფთან, მათ ამის ესე რომ ვთქვათ კავშირგაბმულობას ვიტყვით კომუნიკაციის ხაზი აქვს პირდაპირი და მას არ ჭირდება ზემდგომიდან მიიღოს ნებართვა. ანუ ზემდგომ უცხოეთში დაგეგმვის ეტაპზევე ხდება, მოდი ეგრეთ ვთქვათ, ქვეითისთვის მიმაგრება საარტილერიო ქვედანაყოფის. ამოცანიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეხლა ეს სიღრმეებში წავალთ როგორ ხდება დაგეგმარება, მაგრამ აი მარტივად რომ მაყურებლისთვის ნათელი გახდეს, შეიძლება ზემდგომა დააწესოს შეზღუდვა და უთხრას ვთქვათ 2-დან 4 საათამდე არტილერიას ვერ გამოიყენებ, მაგრამ ეს არის შეზღუდვა, მასზე მიკუთვნებული არტილერია. დანარჩენ შემთხვევაში ზემდგომის ნებართვა აღარ არის საჭირო, რომ არის გამოყოფილი დაუშვათ ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ერთი ბატარეა ვთქვათ ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მხარდასაჭერად, ის გამოყოფილია მის განკარგულებაში არაფერი არ იცვლება და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ცეცხლი, როგორც წინასწარ გეგმინა გამომდინარე, რომელიც შეთანხმებულია ბატარეის მეთაურთან, ისე როდესაც ბრძოლის დინამიკის დროს მას ჭირდება საარტილერიო მხარდაჭერა. და ზუსტად აქ არის მოქნილობა, რომ ეს კავშირი და ეს კომუნიკაცია არ იწვევს ბრძოლას, რაც რუსეთის არმიაშია, რომ იქ ბატარეის მეთაურმა შეიძლება უთხრას, რომ მე სხვა ამოცანებისთვის მაქვს ჭურვები და მე ხა თქვენზე ვერ გამოყოფ, ანუ მხოლოდ 2 ჭურვი ან 10 ჭურვი, არა, ესე არ არის. ნატოს არტილერიის მოქმედების პრინციპი ზუსტად ეს არის, რომ თუ ის ქვედანაყოფის ახორციელებს ხარდაჭერას, ის ახორციელებს სანამ ეს ხარდაჭერა მიზანს არ მიაღწევს და არა ჭურვების რაოდენობას არ ითვლის. ეხლა რა თქმა უნდა, თუ რაღაცა არის თქვა შეფერხება ლოგისტიკურ მომარაგებასთან, რა თქმა უნდა, ეს მეთაურებს შორის ეს კომუნიკაცია მუდმივად საუბრობს და რა თქმა უნდა, პრიორიტეტს მეთაური არჩევს. უშუალოდ მებრძოლი მეთაური მან გამოიყენოს ჭურვები, იმისთვის რომ კონკრეტულად ეხა პრობლემა მოაგვაროს, თუ პრიორიტეტი არის ჭურვები გაანაწილოს სხვა ამოცანებისთვის, რა კი იცით, რომ მას შეფერხება ექნება. და ეს საუბარი არის ორ თანამოაზრეს შორის. განსხვავებით საბჭოთა რუსული ესე ვთქვათ, აი ამ სამხედრო სოციუმში ოფიცრების ტრადიციის ამოდი ეგრევე ვთქვათ. ნუ ეხლა ცოტა ისეთი უცნაურია, მაგრამ სულ ჭიდაობა მიდის.
ანუ ყოველ ჭურზე შეიძლება მიდიოდეს ჭიდაობა, შეიძლება ბატარიის მეტაურმა ზუსტად ბრძოლის დროს გადაწყვიტოს რომ აჩვენოს ასეულის ან ბატალიონის მეტაურს რომ მასზეა ბატალიონის მეტაურის ბედი დამოკიდებული და ჭურვების რაოდენობა შეუზღუდოს. ან თქვა გაბრაზებული იყოს წინადღეს რაღაც სუფრაზე არასწორად ან თქვა სხვა ყოფითი პრობლემების გამო მან საჭირო მხარდაჭერა არ აღმოუჩინოს და ეს რეალობაა სამწუხაროდ ეს რეალობა ჩვენ გვინახავს უშუალოდ საბჭოთა არმიაში როგორ ხდებოდა და არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ. თანაც ერთ მომენტსაც დავუმატებდი გიორგი შესაუბარს პლუსი როდესაც დაგეგმის დროს ხდება ასე ვთქვათ მოლაპარაკება საარტილერიო მხარდაჭერაზე იმ არტილერისტმა იცის შენ რა ამოცანას აკეთებ და შესაბამისად ის მომენტები გაუგებრობა ასე ვთქვათ რა შენ რო ცეცხლს მოითხოვ იმან სხვა რაღაცა გაიგოს პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ეს ესია, რა თქმა უნდა ხა ამოცანაც განსხვავებულია, სულ მხოლოდ საბრძოლო მხარდაჭერა არ ხდება, ჩვენ მოდი არტილერიაზე ისე ვთქვათ, რომ არტილერიას რამდენიმე ამოცანა აქვს. ერთი არის მებრძოლი ქვედანაყოფების შეტევის ესე ვთქვათ მხარდაჭერა, მისი მხარდაჭერა თავდაცვის დროს ან მანევრირებადი უკანდახევის დროს ეს ერთი ტიპის ამოცანაა. მეორე ტიპის ამოცანა არის რომ მოწინააღმდეგეს ღრმა ზურგში სამეთაურო პუნქტების კომუნიკაციის ხაზების კავშირგაბმულობის კვანძების და მნიშვნელოვანი ზოგადად ლოგისტიკის შეფერხება და ანუ მნიშვნელოვანი დაზიანების მიყენება მოწინააღმდეგეზე ის რომელიც თქვა საბრძოლო ქვედანაყოფზე არა ბიბული მაგრამ ზოგადად ამ ტიპის ამოცანას იღებს და შესაბამისად ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური ეს უკვე მის განკარგულებაშია ხოლმე ესა თუ ის თქვა თავისი ქვედანაყოფის სისტემებიდან გარკვეული ნაწილი ამ ამოცანის შესასრულებლად და აგრეთვე ჩვენ საუბრობთ ამ გადაცემა დაიწყო ეს არის დანაღმული ველების შექმნა. დანაღმული ველების შექმნა იმდენად არის მნიშვნელოვანი ეს საბჭოთა ესე ვთქვათ საარტილერიო იმაში ტრადიციაში არც ისე დიდი კულტურა არ არის ამის ფართოდ გამოყენება, თუმცა ეს არის ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც გიორგი ერთ დაზუსტების სიტყვას ვიტყოდი, დანაღმული ველების ოპერატიულად შექმნა. ხო, კი, ანუ ეს ჩვეულებრივად როდესაც ბრძოლის დინამიკიდან გამომდინარე, ეხლა საუბარი არა ერთი დღის დინამიკაზე, არამედ ვთქვათ კვირის განმავლობაში, როცა მოწინააღმდეგეს მოძრაობს ან შენ მოძრაობ და გინდა მოწინააღმდეგე გარკვეულ მიმართულებაზე შეაყოვნო, ხდება საარტილერიო სისტემებიდან ნაღმების გასრულა, ქვეითსაწინააღმდეგო ან ტანკსაწინააღმდეგო, ამ ნაღმებს აქვს ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ეს შეიძლება იყოს დროზე გათვლილი თვითლიკვიდატორიდან გამომდინარე და ვთქვათ 6, 12, 24 ან 32 საათი შემდეგ მოხდეს ნაღმების ლიკვიდაცია, რაც საშუალებას გაძლევს უფრო მოხდილად მიუდგე, ანუ როცა იცი რომ შენ დაგჭირდება ეს ტერიტორია შესაბამის დროზე დააყენო და ეცოდინება რომ სანამ მოწინააღმდეგე სურს ამ ტერიტორიის გამოყენება ის იქნება შეფერხებული, ხოლო როცა შენ დაიწყებ გამოყენებას, შენ ეს შეფერხება აღარ იქნება, იმიტომ რომ ნაღმები იქნება თვითლიკვიდირებული. და ეს იძლევა საშუალებას ძალიან მნიშვნელოვანი ტაქტიკური ელემენტის მოწინააღმდეგის მოძრაობის კალაპოტირების საშუალებას. არა მხოლოდ შეფერხების, რა თქმა უნდა, შეფერხება მნიშვნელოვანია, მაგრამ შეფერხება მუდმივად ნაღმით არ ხდება, ნაღმული ველებით ხდება მოწინააღმდეგის კალაპოტირება ან დროებით შეფერხება მასზე ზემოქმედების, როცა ის ნელია, როცა ის იზოლებულია, რომ ფორსირებისთვის შეჯგუფდეს, ამ დროს მასზე მოახდინო ესე ვთქვათ ზემოქმედება და გაანადგურო შეჯგუფებული მოწინააღმდეგე. ანუ აქედან გამომდინარე გავდივართ შემდეგ თემაზე, რომ საარტილერიო სისტემების ეფექტურობა როგორ არის უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის და ცოტა ხანის შემდგომ არტილერიის და საარტილერიო ესე ვთქვათ ცეცხლის მართვა ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული დამკვირვებლის საშუალებით, რომელიც ახდენდა ცეცხლის კორექტირებას, ანუ სადღაც ზის დამკვირვებელი უყურებს საკუთარი საარტილერიო სისტემის მიერ გასროლილი ჭურვის ესე ვთქვათ მიაღწია მიზანს თუ რამდენად აცდა მიზანს და ახდენს ესე ვთქვათ მოხსენებას მეთაურთან და შესაბამისად მეთაური გათვლას აძლევს
ახალ დავალებას, ახალ კოორდინატებს, ეს არის ხანგრძლივი ესე ვთქვათ პროცესი და გარდა ამისა ეს ხასიათდებოდა იმით, რომ თქვა 1 კვადრატულ მეტრზე საარტილერიო სისტემების რაოდენობით, თუ 1 კვადრატულ კილომეტრზე საარტილერიო სისტემების რაოდენობით იზრდებოდა გააქვთ თუ არა მოწინააღმდეგეზე უპირატესობა და ხშირ შემთხვევაში ხდებოდა არა წერტილოვანი დარტყმები, არამედ ზემოქმედება გარკვეულ ფართობზე და როდესაც თქვა 1 კვადრატულ კილომეტრზე როგორც წესი საბჭოთა ესე ვთქვათ მეორე მსოფლიო ომში 13-მდე საარტილერიო სისტემა ჰქონდათ და ზოგჯერ და მაქსიმუმ მქონე 23 საარტილერიო სისტემა იყო. როცა ამდენი განუწყვეტლივ ისქვის ამდენი ქვემეხი, რა თქმა უნდა, ეფექტურობა იმის უბრალოდ შედეგი იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე დაფარულ კვადრატზე მოწინააღმდეგე განადგურდებოდა იყო მაღალი. და თქვენ წარმოგიდგენთ ახლა მარგიშმედების კოეფიციენტი, ხო, რაც უფრო ფეთქურს გაისვრი, ანუ ეფექტურობა მიიღწევა და ჭორჭურვების რაოდენობით, რაც ართულებდა შესაბამისად და ართულებს ლოგისტიკას, ართულებს მომსახურებას არტილერიო სისტემაში, იმიტომ რომ არავის გაუქმებია ფიზიკის კანონები და ყოველი გასროლის შემდგომ ჭურვი, რა თქმა უნდა, განიცდის, ჭურვი რაღა იყო და ქვემეხი ლულა განიცდის წვეთას და შესაბამისად მისი ესე ვთქვათ გიორგი, ერთ მაგალითს ვიტყვი უბრალოდ რა, ესეთი უარესდება. ძალიან ესეთი საინტერესო ფაქტია, რომ არის პრაქტიკულად სტანდარტული კითხვა-პასუხი артиლერისტებისთვის საბჭოთა პერიოდის და მე რო პირველად მოვისმინე ძალიან გაუცებული დავჭი, რომ ძალიან ცნობილ საბჭოთა ჰაუბიცას, D-30 ტიპის ჰაუბიცას ერთ ბატარეას 6 კილომეტრზე სარკინიგზო გადასვლის გარანტირებულად განადგურებისთვის ჭირდება 640 გასროლა. ხო და ამ დროს ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ, კი ძვირია შედარებით ექსკალიბური მაგალითად, მაგრამ ის ერთი გასროლით 2 მეტრის რადიუსის მოხვედრა აქვს. ანუ მაგ ზუსტად იქამდე მივდივართ, რომ პრაქტიკულად ძველი რუსული სისტემები, აი, რასაც ქვია, რაოდენობით ცდილობდნენ მოეპოვებინათ ის, რაც არ ქონდათ სიზუსტე. ხო, და ამაშია ზუსტად საქმე, რომ დღევანდელი რუსული სისტემები შორს არ წასულან. ისინი რა თქმა უნდა მათ აქვთ მცდელობა, რომ მართვის თანამედროვე სისტემები გამოიყენონ, მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრებთ, ნახავთ, რომ წერტილოვანი დარტყმები მათთვის კვლავ უცხოა, თუმცა დამიზნების გაცილებით უკეთესი კოეფიციენტები აქვს, ვიდრე დაუშვათ მეორე მსოფლიო ომის დროს, რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ ხარების артиლერიაზე. უკრაინა და რუსეთიც აქამდე იბრძოდნენ იმ სისტემებით, როგორც იყო დაუშვათ ზალპური ცეცხლის არაკეტო სისტემა გრადი, ურაგანი, სმერჩი. გრადი, ურაგანი, სმერჩი ეს არის გრადი 122 მმ-იანი, ურაგანი 220 მმ-იანი და სმერჩი 300 მმ-იანი სარაკეტო სისტემები, რომელიც ესე რომ ვთქვათ არის მცდელობა, რომ მათ ესე რომ ვთქვათ სარაკეტო სისტემა შეიძლება შორსმსროლელი იყოს, მაგრამ თუ მნიშვნელოვან მანძილზე ვსაუბრობთ, ეს უფრო არის სმერჩი, რომელიც წარმოადგენს ზალპური ცეცხლის თანამედროვე ესე რომ ვთქვათ რუსული სისტემის ტაიფუნის, თუმცა ეს ტაიფუნი საბჭოთა კავშირის დროს იყო შემუშავებული და როგორც რუსები ამოვიდნენ ღრმა მოდიფიკაცია, თუმცა სიტყვა ღრმა არცვლის არსებითად რომ იყო ღრმა მოდიფიკაცია, რუსების ღრმა მოდიფიკაცია მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. მაგალითად ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა, რომ მაგალითად იგივე ესეთი თემა T-72-ის ძრავა და ეხლა T-90-ების ძრავა, ეს არის V-46 და ეს არის ღრმა მოდიფიკაცია V2-ის, რომელიც არის T-34-ის ძრავი. ეხლა რაც უნდა ღრმა მოდიფიკაცია გავუკეთო ურემს, ხო? ურემი მაინც ურემი გეკნება რა. ან ღრმა მოდიფიკაციის შედეგად ზაპოროჟიეცი მერსედესად არ იქცევა, რა თქმა უნდა, ხო? კი ბატონო, თუ მერსედესი შექმნა გინდა, მაშინ გამოუშვი მერსედესი და არა ზაპოროჟიეცის ღრმა მოდიფიკაცია.
აქედან გამომდინარე, რომ ამასთან გვაქვს საუბარი, ხშირ შემთხვევაში, როცა რუსეთის არტილერიო სისტემებზე ვსაუბრობ, ეს არის სიტყვათა თამაში. ძნელია ენდო მათ ესე ვთქვათ სიზუსტეს მანძილთან დაკავშირებით, კოეფიციენტებს დაზიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ დღესაც ეს სისტემები აგებულია ის რომ ისინი კვადრატს ფარავენ, ეგრეთ წოდებული, ანუ მათი ესე ვთქვათ მიზანი არის კვადრატის დაფარვა და კვლავ არ არის უარი ნათქვამი ეგრეთ წოდებული დამკვირვებლებზე, ეს ნიშნავს რომ მართვის ავტომატიზირებული სისტემა მწყობრად ვერ მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ არის ნათქვამი, რომ ეს არის დუბლირება იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ავტომატური სისტემა დაიკარგა ან დამკვირვებელი მოკლეს ან რაღაცა ეგრეთი და საერთოდ ეს რამე გეტყვით რომ მე ახლა იშვიათად გამიგონია ინგლისურენოვან სამხედროებთან ის ფრაზა რასაც რუსი არტილერისტები განსაკუთრებით ეს ზალპური სისტემის არტილერისტები ხმარობენ ხოლმე ეგრეთ წოდებული ფართობებზე სროლა და ეს საინტერესო მომენტი აღმოვაჩინე რომ აი რუსული ოფიცრის საღაზავიროა ესეთი გამპირვალე კაი რაღაცები როაში იქნ ამოჭრილი იქ ზუსტად ამოჭრილი არის კვადრატები რომელსაც ფარავს ერთი იმის რა BM24-ის ერთი ბატარეა და შეიძლება მაგითი პირდაპირ იმასკნა რა ანუ პრაქტიკულად ფართობის დაფარვა არის მათი პირველი და მთავარი და არა მიზნების მოდი ასე ვთქვა ითვლება რომ იმ ფართობს რო დაფარავენ ალბათ მიზანის დაზიანდება კი ბატონო, ხო, ეხლა მოდი ვისაუბროთ ამერიკულ თუმცა ხო, დავასრულოთ გარდა ამისა, არსებობს თვითმფრინავის საარტილერიო სისტემები, ამ შემთხვევაში გვაქვს აკაცია, გვაზდიკა და პიონი, ხო? და რაზეა საუბარი თუ ნატო ცდილობს რომ ერთ კალიბრზე გადავიდეს და თქვათ მუშა რაკი კალიბრი არის 155 მილიმეტრი, მას აქვს M109-ის მოდიფიკაციები, მაგრამ M109-ის ირგვლივ ანუ იგივე პალადინი რომელიც ახლა გაჟღერდა რომ უკრაინა მიიღებს თვითმფრინავის საარტილერიო ამერიკულ თვითმფრინავის საარტილერიო სისტემა პალადინს არის 155 მილიმეტრიანი და მისი მოდიფიკაციები განსხვავებული არის მისი ელექტრონული შიგთავსის ან მისი გარკვეული მახასიათებლის გარდა, თორემ სისტემა არის ერთი განსხვავებით დაუშვათ იგივე რომ არის გვაზდიკა აკაცია პიონი ეს არის 122 მილიმეტრი, 152 მილიმეტრი და 203 მილიმეტრი. ანუ შესაბამისად, როცა სხვა ერთი და იგივე ამოცანის მქონე თვითმფრინავის საარტილერიო სისტემები სხვა კალიბრს იყენებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ლოგისტიკა გართულებულია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ აქ რუსეთის სამხედრო თეორია ამბობს, რომ თქვათ იგივე გვაზდიკა ისვრის 15 კილომეტრზე, ხოლო პიონი ისვრის 37 კილომეტრზე, ეს გასაგებია, მაგრამ კილომეტრაჟი კი არ არის თავარი, ანუ კილომეტრაჟი უნდა იქნას მიღწეული, თქვათ, გაუმჯობესებით, არა კალიბრის ზრდით, ხო? ამ შემთხვევაში, მაგალითად, პალადინს იგივე M109 პალადინს შეუძლია 19 კილომეტრი მის ძირითად ჭურს რაც ჰქონდა სიშორე დაეტოვებინა და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, იმდენად ზუსტი იყო ეს, რომ თქვათ, მისი ცეცხლი, რომ ქვედანაყოფის მხარდასაჭერად მას თავისუფლად შეეძლო 19 კილომეტრი. ხო, მუშა ის არის, რა ქვია, მანძილი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე არ გაჩერებულა ამერიკელები და ჭურჭურების განსხვავებული ოჯახი აქვს, ესე რომ ვთქვათ, რომელიც იმის დამიხედვით რისთვის უნდა გამოიყენო, არის 40 კილომეტრზეც წვდება, 60 კილომეტრზეც და ვთქვათ, იგივე ესკალიბური, რომელზეც ამბობენ და რომელიც მახასიათებელი არის რომ მას შეუძლია 120 კილომეტრზე მსუბუქად შეჯავშნული ესე რომ ვთქვათ მოწინააღმდეგის ტექნიკა გაანადგუროს. და რა სწორია გიორგი, მიწვდომაც არის და მიწვდომაც ექსკალიბური ახსენე და ექსკალიბურს ნებისმიერ მანძილზე დამიზნების წერტილიდან გადახვევის წრე არის 2 მეტრი. ანუ პრაქტიკულად მანძილს რო აიღო ასე ვთქვათ, თუნდაც 50 კილომეტრი რო თქვა. რასაც დაადებ, ასე ვთქვათ, თიც და ეტყვი რომ აი აქ უნდა მოხდეს, მაქსიმუმ 2 მეტრით შეიძლება იყოს ცდომილება. გენიალური რაღაცა, მაშინ როდესაც იგივე რუსული პიონი
უკეთეს შემთხვევაში ხას უსვავ გაძლევს 50-დან 80 მეტრამდე ცდომილებას მაქსიმალურ მანძილზე. ანუ ახაც როგორ არის შემთხვევაში რომ მეტეო უნდა გამოიყენონ ჰაერის ტემპერატურა და კიდე რა ვიცი რა არ უნდა გაიგონ რა. გიორგი, მოდით დაუბრუნდეთ მაინც ასე ვთქვათ ამ იმ მოდელების შეფასებას, რაზეც ჩვენ დასაწყისში დავუპირდით მაყურებლებს. ანუ რა კონკრეტულად რა სახის საარტილერიო სისტემები გადაეცა უკრაინას და მალე ვიხილავთ მათ ეფექტურობას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. კონკრეტულად ამერიკიდან დასახელდა 4 ტიპის საარტილერიო სისტემა, ეს არის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა ჰაიმარსი და MLRS-ი. ეს ორივე ერთი კალიბრის, ერთი და იგივე ტიპის რაკეტების გამომყენებელი საარტილერიო სისტემებია. განსხვავებული ის არის, რომ ჰაიმარსი არის დგას შასიზე, მანქანაზე, ესე რომ ვთქვათ, ორბლებიანი პლატფორმა აქვს, ხოლო MLRS-ი ეს არის ბრედლის პლატფორმაზე გაკეთებული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა. ნუ განსხვავება არის ის, რომ ერთს აქვს 6 სარაკეტო კასეტა, ესე რომ ვთქვათ, ხოლო მეორეს 12 და ესე რომ ვთქვათ, ახალი კასეტის დამონტაჟება საკმაოდ სწრაფად ხდება, ეს ერთ-ერთი უპირატესობაა და ორივე სისტემას ახასიათებს ესე რომ ვთქვათ, მათი რაკეტების ოჯახი, ორი ტიპის ოჯახია, ესე რომ ვთქვათ, ძირითადი ეს არის M26-ები, ეგრეთ წოდებული უმართავი სარაკეტო სისტემები, ეს არის ესე რომ ვთქვათ, შედარებით IAP-ი, შედარებით ახლო მანძილზე მოქმედი, მაგრამ ეს IAP და ახლო მანძილზე მოქმედება ნიშნავს, რომ მათ უშუალოდ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მოწინააღმდეგე როცა ერთმანეთთან შეხებაზეა და მოწინააღმდეგის დაზიანება შეუძლია როცა ის უშუალოდ ფრონტის ხაზთან ახლოს და მისი გამოყენება ხდება მასობრივად და დამიზნების კარგი სისტემა ქმნის დაზიანების იძლევა მაღალი ეფექტურობა. შესაბამისად, შეტევაში ან თავდაცვაში, განსაკუთრებით შეტევაში მოწინააღმდეგის დამუშავების შემდგომ საბრძოლო ქვედანაყოფებს წარმატება გარანტირებული აქვს. ძალიან მოკლედ შევეხებით ცეცხლის მართვის სისტემას, ეს არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც ნიშნავს უყურეთ როგორი თემა არის მნიშვნელოვანი, რაც არის ეს არის პირველი მიზნის აღმოჩენის სისტემა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ თუ სხვა სადაზვერო საშუალებებს, ანუ ინფორმაციის მიღება ამ მოდულს შეუძლია ნებისმიერი იმ სისტემისგან, რომელიც ახორციელებს მოწინააღმდეგის მიზნების აღმოჩენას რეალურ დროში. ეს შეიძლება იყოს იგივე დაზვერვის ეგრეთ წოდებული AWACS სისტემა, ეს შეიძლება იყოს უპილოტო საფრენი აპარატი, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დაზვერვის დრონი, რომელიც უშუალოდ მეთაურს შეუძლია საარტილერიო ქვედანაყოფის გამოიყენოს, ანუ მის ხელთაა დაზვერვის, ესე რომ ვთქვათ, ეს პირდაპირ ამოცანის დასმა. შემდეგ გარდა ესე ვთქვათ, ცეცხლის აღმოჩენის და მიზნის დამუშავებისა, უბრალოდ მიზნის აღმოჩენის და ამოცანის დამუშავების სისტემების გარდა არის ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემა და ეს ერთიანობაში მათი მუშაობა არის პირველ თაობაზე ავტომატიზირებული, ხოლო მეორე თაობაზე ციფრული დამუშავების, რაც კიდევ უფრო ესე რომ ვთქვათ, მდგრადს ხდის კიბერ ხარვეზებისგან, ანუ კიბერმდგრადობა მისი საკმაოდ მაღალია და შესაბამისად შეცდომა ცეცხლის მართვაში, ცეცხლის ამოჩენაში, მიზნის დამუშავებაში და დამიზნებაში საკმაოდ დაბალია, ანუ მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს არ აქვს ზემოქმედების ის ხარისხი, რომ ხელი შეუშალოს ამ სისტემას ეფექტურ მუშაობაში. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს დღეა თუ ღამეა, რა კლიმატური პირობებია, რაც უდაოდ უპირატესობას აძლევს რუსულ სისტემასთან, საბჭოთა სისტემასთან მიმართებაში, რომელიც ძალიან ფაქიზი სისტემაა, ამინთან მიმართებაში გარკვეულწილად
ღამეც კი მისთვის ხელშემშლელი ფაქტორია და ეს ორი სისტემა ეყრდნობა ასევე ორ განსხვავებულ საკოორდინაციო სისტემას, ესე რომ ვთქვათ, ერთი ეყრდნობა ეგრეთ წოდებულ GLOSARS რუსულ სისტემას და მეორე ყველასთვის ასე ვთქვათ ცნობილ GPS სისტემას. აქაც განსხვავება მიუხედავად იმისა, რომ რუსები ამბობენ, რომ მათი სისტემა მიახლოებულია GPS სისტემასთან, ინფორმაციის, ესე რომ ვთქვათ, მიწოდების, ანუ ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე არის 12 წამზე დაგვიანებაზე, ხოლო ერთი წამია GPS სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როცა ხდება კოორდინაცია, ანუ კოორდინაცია ხდება არამხოლოდ მიზნის აღმოჩენის დროს და გასროლის დროს, სადაც მნიშვნელოვანია საკუთარი კოორდინატის და მიზნის კოორდინატის დადგენა, არამედ მუდმივი, ესე რომ ვთქვათ, კონტროლი რაკეტის შემთხვევაში ტრაექტორიის მუდმივი კოორდინაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სიზუსტეს, ხოლო ჩვეულებრივი ჭურვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გამსროლის, ესე რომ ვთქვათ, კოორდინატის დადგენა, რომელიც GPS სისტემას აქვს საშუალება, ანუ მიმღებ კომუნიკატორს აქვს საშუალება 6 თანამგზავრიდან მიიღოს ინფორმაცია, როცა 4-ია საკმარისი, 4 შემთხვევაში დადგენა ხდება არა მხოლოდ სიმტყეში კოორდინატების მხრივ, არამედ დროში ხდება გათვლა დროსა და სივრცითი კოორდინატების ერთობლიობის დადგენა ხდება. სამდეში ღებულობს უკვე პრაქტიკულად. კი, რაც კიდევ მნიშვნელოვანს ხდის. ამას დავუყავთ კიდე განსხვავებაში ამ მართვის სისტემის, რომ მე რაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამერიკულ მართვის სისტემას რუსულისგან განსხვავებით აქვს ეგრეთ წოდებული მინიმუმს ვამბობ რა, ბატარეის მართვის საშუალება აქვს და ამ ბატარეის მართვის საშუალებაში საინტერესო ის არის, რომ ამერიკულ მართვის სისტემას შეუძლია ერთდროულად 3 თავისუფლად და 6 სხვადასხვა სამიზნეზე იმუშაოს ერთდროულად. ანუ თუ მოხდა და დაუშვათ ბრძოლის დროს აღმოჩენილი იქნა 3, 4, 5, 6-მდე სხვადასხვა საჭირო გასანადგურებელი ობიექტი, ეს სისტემა ისე რომ პრაქტიკულად მსროლელი მინიმალურ მონაწილეობას ღებულობს, პიროვნებას გულისხმობ. აი თვითონ ამ დანადგარებს მიმართავს ისე რომ სასეცხვეზე მოქმედება მაქსიმალურად ეფექტური იყოს შესაბამის რაოდენობის სამიზნეზე. ჩვენ ალბათ სხვა გადაცემა დაგჭირდება, როცა რაკეტებზე ვისაუბრებ, ზოგადად რაკეტა თვითდამიზნებისა და ის რა ქვია სხვა ტიპის ესე ვთქვათ რაკეტის მნიშვნელობაზე და განსხვავებებზე როცა ვისაუბრებ, მაგრამ მოდი დაკაცრებულად დავამატებ. დიახ, ესე ვთქვათ, ცეცხლის მართვის სისტემა ზუსტად თვითგანვითარებად ალგორითმებს მოითხოვს, როდესაც მოწინააღმდეგეს იმახსოვრებს, ეგრეთ ესე რომ ვთქვათ, და ამოცანის განაწილება ხდება ზუსტად პრიორიტეტების მიხედვით. ანუ თვითონ ცეცხლის მართვის ერთიანი სისტემა ამოცანის დადგენისას პრიორიტეტებს თვითონ ადგენს. რა თქმა უნდა, ადამიანის ჩარევის საშუალება არის, რა თქმა უნდა, როდესაც პრიორიტეტს არ ესე ვთქვათ ავტომატური სისტემა განსაზღვრებს არამედ კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე კონკრეტულ დავალებას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ბრძოლის დინამიკაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დროის დაზოგვა ხდება და ადამიანის ფაქტორი უკან პლანზე გადადის, იმიტომ რომ როდესაც ინფორმაციის ნაკადი დიდია, რა თქმა უნდა, ადამიანი უშავს ბევრ შეცდომას, მით უმეტეს ადამიანზე ზემოქმედებს ეგრეთ წოდებული ომის ფსიქოლოგიური წნეხი, ის რომ ის ბრძოლაშია, ხოლო მანქანაზე ეს წნეხი მხოლოდ ადეკვატური სისტემების ზემოქმედებით ხდება, მას მორალური ფაქტორი, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს არც ეშინია და არც უხარია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მდგრადს ხდის არტილერიო ცეცხლის წარმოების ეფექტურობას დასავლური სისტემები. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთი მაგალითი, გარდა პალადინებისა, რომელზეც გარკვეულწილად ვისაუბრეთ და გარდა ჰაიმარსისა და MLRS-ისა, ამერიკამ სულ რაღაც 18 წელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მუხსირებადი საარტილერიო სისტემა M777 გადასცა და თითქოს ეხლა ჩვენ D30-ები რო გვახსენდება, მიუხედავად კალიბრის სხვაობისა, ისეც მუხსირებადია, მაგრამ D30-ებს
ცეცხლის მართვის სისტემა კვლავ კიდევ ერთხელ ამბობ არის ძველებური, ბინოკლით მოკლედ რო ვთქვა, ცეცხლის მართვის სისტემა არა აქვს. მოკლედ რო ვთქვა. ხო. ამ მიუხედავად იმისა, რომ ბუქსირებადი ხდება, ანუ აქ მისი ბუქსირებადობა არის პლუსი და არა მინუსი, მას აქვს ასევე ესე რომ ვთქვათ, საველე артиლერია, ბუქსირებადი артиლერია გააჩნია ცეცხლის მართვის ეს ავტომატური სისტემა და აქედან გამომდინარე მისი სიმსუბუქისა, მისი ტრანსპორტირების სიხარის და ესე რომ ვთქვათ, სიაფისთან ერთად მისი ეფექტურობა არ ჩამოუვარდება გინდა პალადინის ეფექტურობას და გინდა ესე რომ ვთქვათ, სხვა ანალოგიური სისტემების ეფექტურობას. ანალოგიური კალიბრის სისტემების ეფექტურობას. გიორგი, მე პირიქით ვიტყოდი, რომ არა თუ არ ჩამოუვარდება, საკმაოდაც ჯობნის, იმიტომ რომ M777-ების აქტიური გამოყენება ამერიკელებმა ავღანეთის ასე ვთქვათ ოპერაციის დროს ძალიან აქტიურად გააკეთეს. მაგაზე მე პირადად სამაგ ნასაუბრალი ამერიკელ კოლეგებთან, ასევე ორი საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმია მაგაზე ნაჩვენები და ნანახი მაქვს. სადაც პრაქტიკულად M777-ის გათვლის ძირითადი, ასე ბრჭყალებში ვიტყვი, თავის ტკივილი იყო ჭურვების დროულად განთავსება ქვემეხში. იმიტომ რომ დანარჩენს პრაქტიკულად ხო, აი ეს ცეცხლის მართვის სისტემა განაგებდა, ერთი ალბათ 75%-ით რა. კი. აქვე ხო, კიდე ერთ დავამატებ, ეხლა უკრაინა მიიღებს არა ეგრეთ წოდებულ ძველ M777-ს, არამედ მის მოდიფიკაციას ERS მიიღებს, რომელიც ესე ვთქვათ, ლულის კალიბრის დაგზელებით, ანუ ლულის სიგრძის გაზდის და ჭურვის გაუმჯობესებით 70 კილომეტრამდე სიშორი აქვს გასროლის და კიდე ერთხელ რო შევადაროთ D30-ზე 17 კილომეტრი და 70 კილომეტრი ძალიან განსხვავებულია, რო არ ჩავთვალოთ ის, რომ 155 მმ-ში ესე ვთქვათ, ასაფეთქებელი მასალის ზონა გაცილებით მეტია, ვიდრე დაუშვათ 122 მმ-იანში. აქედან გამომდინარე, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკული артиლერიის ცეცხლი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინის ფრონტზე, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, მხარეთა, ესე ვთქვათ, ძალთა ბალანსზე და რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ. კიდე ერთხელ ჩვენ ბრძოლის პირველივე დღეებში ვაკვირდებოდი. გიორგი, მინდა გთხოვო, რომ უბრალოდ ესეთი ლირიკული გადახოვაზავით ვიტყვი, რომ თუ დაუჯერებთ ლეგენდებს, მეფე არტურს ექსკალიბური რო არ ქონოდა, დიდი ბრიტანეთი ვერ შეიქმნებოდა და M777-თან ერთად სხვა ექსკალიბურზე ცოტა დეტალები რო არ ვისაუბროთ, ალბათ მაყურებელი არ გვაპატიებს. ხო, ეს ექსკალიბურიც ეხლა ჭურვი, ეს ჭურვია, მაგრამ კიდე ერთხელ რეაქტიული ჭურვია, ანუ მისი სიშორე ეს პრაქტიკულად ჭურვი ამის კლასიკური გაგებით კი არა, ეს არის სისტემაა უკვე, ცალკე დამოუკიდებლად ცხოვრობს, მოდი ასე ვთქვათ, რას როლისას. დიახ, კიდე ერთხელ მისი ეფექტური ჩვენ თქვით ამაზე, რომ მისი ეფექტური და მუშა სიშორე 60 კილომეტრია, მაგრამ ეს საბაზისო ჭურვის, რომელსაც ესე ვთქვათ, კორექტირების ნაკლები სისტემები აქვს ჩამონტაჟებული და შესაბამისად მისი მთავარი დანიშნულება რაც შეიძლება შორს ბევრი ისროლოს. თუმცა არის კიდე ერთხელ 120 კილომეტრამდე მიღწევა მაღალი სიზუსტით, იმიტომ რომ მისი ტრაექტორიის კორექციას ახდენს ელექტრონული მართვის სისტემა, ანუ იგივე რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მისი მთელი ესე ვთქვათ მოძრაობის მანძილზე და შესაბამისად ეს კორექტირება იძლევა საშუალებას წერტილოვანი დარტყმების მიყენების. და ჩვენ ეტეკემსებზე როცა ვსაუბრობდით, ეხლა იქაც ეგეთი თემაა, ფაქტურად ეტეკემსი ეს არის ბალისტიკური რაკეტა. ახლო მანძილზე მოქმედების, როგორც არის დაუშვათ, იგივე ის ერთი გასროლა ხდება, ანუ იგივე ჰაიმარსზე და MLRS-ზე ხდება მისი ერთი გასროლის დამონტაჟება სწრაფად იცვლება, მაგრამ
ზუსტად იგივე დანიშნულება აქვს, რაც დავუშვათ .u-ს, ოღონდ განსხვავებით .u-სგან, რომელიც 100 კილომეტრის სიჩქარეზე ისვრის, ეტეკემსები კონკურენციას უწევს ისკანდერს, რომელიც ცალკე სისტემაა, ანუ ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემაა და ესეთ საარტილერიო სისტემაში არ შედის, მისი გასროლის გადაწყვეტილებას იღებს, ესე რომ ვთქვათ, არმიის სარდალი და შესაბამისად, ესე რომ ვთქვათ, ისკანდერის მთავარი დანიშნულება არის, ესე რომ ვთქვათ, ანუ მისი სტრატეგიული ობიექტების განადგურება, მოდი ეგრე ვთქვათ, რა. და ოღონდ ბირთვული კობინი, ესე რომ ვთქვათ, რა, ანუ მისი, ესე რომ ვთქვათ, სიძვირეს ამით მართლდება. განსხვავებით შედარებით იაფი და გაცილებით იაფი ეტეკებსისგან, რომელიც გარდის არტილერიის კლასში და მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, აქაც ერთეულს ამიზნეს წინამდე ხდება, მაგრამ მისი გამოყენებას არ ჭირდება არმიის ან დაჯგუფების სარდლის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მისი გამოყენება გაცილებით მოქნილია, იმიტომ რომ ოპერატიულია და დროში, ასე ვთქვათ, ტაქტიკურ მიზნებს უფრო ადვილად გაუნადგურებს. იახ და სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ომის ფინანსებზე ვისაუბრებთ, ომის ბუღალტერიაზე, ესე რომ ვთქვათ, მაშინ ალბათ შედარებას მოვახდენთ ფასების, გაცილებით იაფია ისკანდერის რაკეტასთან მიმართებაში, რამდენჯერმე უფრო იაფია, ეხლა ნომოხდით ზუსტ ციფრებს, იმიტომ რომ რამდენიმე ათეულჯერ იაფია, მე როგორც ვიცი. დიახ და აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ერთი აცილებული ისკანდერი გაცილებით ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე რამდენიმე ათეული გამოყენებული ეტეკემსი, რომელიც აუცილებლად აღწევს მიზანს. შესაბამისად, კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის ის, რომ ეგრეთ წოდებული, მოდი ესე ვთქვათ, ციფრებით რო დაგვალოთ, კონტრსაბატარეო რადარი, რომელიც მიიღო ინგლისელებისგან უკრაინამ. ანუ ცეცხლის მართვის ეს სისტემა, რომელზეც ვილაპარაკებთ, არის არაზერო ინფორმაციაზე აგებული, ხოლო კონტრსაბატარეო რადარი ეს არის უშუალოდ ბატარეის შემადგენლობაში არსებული, ან საარტილერიო ბატალიონის შემადგენლობაში, ხა უკრაინა როგორ მოაწყობს თავის, ესე რომ ვთქვათ, საარტილერიო ქვედანაყოფს, ამას ვნახავთ მალე, მაგრამ უშუალოდ მეთაურის ხელთ არსებული სისტემა, რომელიც ადგენს მოწინააღმდეგეს არტილერიის ადგილმდებარეობას დიდი ზუსტით და შესაბამისად მისი დაერთება ცეცხლის მართვის სისტემაზე ხდება ადვილად და შესაბამისად თუ საფრთხე უჩნდება ვთქვათ საკუთარ საარტილერიო სისტემას, რომ მოწინააღმდეგე მასზე მოახდენს საარტილერიო ზემოქმედებას, აქ არის საუბარი, რომ დასავლური მხარე ან უკრაინული მხარე გაცილებით სწრაფად აღმოაჩენს მოწინააღმდეგეს ბატარეას, რომელიც გასროლას აკეთებს ან აპირებს მასზე ზემოქმედებას და ზუსტად ადგენს კოორდინატებს და მათიდან ბატარეის განადგურების ალბათობა არის 99%. ოღონდ შემთხვევაში ერთი-ორი სიტყვით დავამატებ უბრალოდ ამ კონტრსაბატარეო რადარის შესახებ მუშაობის სცენარს, მოდი ასე ვთქვათ. ეს რაღაცით წააგავს თვითმფრინავის აღმოჩენ რადარს, უბრალოდ გათვლილი არის უშუალოდ ჭურვის აღმოჩენაზე. და ყველაზე მთავარი რაც აქვს მას, რაც ამის ჰაერში აღმოაჩენს ჭურს, რამოდენიმე მომენტით, ასე ვთქვათ, ამ ჭურვის დროში რო ავიღოთ რა, ჰაერში რაღაც წერტილებით, შემდეგ მისი მათემატიკური მოდელი პრაქტიკულად თუ ზუსტად მახსოვს 10 მეტრის თუ ან 10 მეტრი ან 10 ფუტის სიზუსტით ადგენს იმ წერტილს თუ საიდან იყო ის ჭურვი გამოსროლილი. შესაბამისად, ეს იმდენად ჩქარა ხდება ელემენტარულად, რომ თუ ეს განსაკუთრებით მიერთებულია უშუალოდ ქვემეხების და ჰაუბიცების მართვის სისტემაზე, პრაქტიკულად სანამ მტრისნასროლი ჭურვი დაეცემა შენ პოზიციას, შენ შეგიძლია უკვე ესროლო მის ქვემეხს საპასუხო ცეცხლი. ეს უნიკალური რამეა რა, უბრალოდ და შესაბამისად სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ამითი რუსეთის არტილერიას. აქაც მივდივართ იქამდე, რომ ეს სისტემაც იყენებს, რა თქმა უნდა, ნავსტარს, ანუ GPS სისტემას, თუმცა GPS სისტემას იმ გაგებით, რომ ყოველი წამი ჭურის მოძრაობის კოორდინატი დგინდება, იმიტომ რომ რადარი გარდა იმისა, რომ ახდენს საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, პელენგს თუ
მიდევნა ჭურვის ის იღებს კოორდინატებს ნავსტარიდან და შესაბამისად გათვლის სიზუსტე არის მაღალი გლოსარისგან განსხვავებით, რომელსაც არ შეუძლია ესე ვთქვათ დროის მცირე მონაკვეთებში ჭურვის მოძრაობის მთელი ტრაექტორიის თვალყურის დევნება. ისე გიორგი, მაგაზე ალბათ ჩვენ გავაკეთებთ ცალკე გადაცემას, აი ეგეთ წოდებულ სადაზვერვო სისტემებზე და ზოგადად ეგეთ რაღაცა, უბრალოდ ერთ მომენტს ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი GPS სისტემა, რომელიც დაყრდნობილი არის, ასე ვთქვათ, ამერიკულ GPS-ის თანამგზავრებზე, რომლებიც ძალიან ბევრს მანქანაში უყენია ელემენტარულად. ჩვეულებრივ სამოქალაქო სისტემას შეუძლია წამში 10 ანათვალი აიღოს. ანუ ეს არ არის არაფერი და როდესაც საუბარი გვაქვს სამხედრო სისტემებზე, მას წამში შეუძლია 100 და მეტი ანათვალის აღება, რაც პრაქტიკულად აი გლონასისთვის ეს დღევანდელ დღეს მიუღწეველი ვარიანტია. ფიზიკურად ვერ ასწრებენ. კი, ანუ მაყურებელმა რო იცოდეს, ხო, ნავსტარის სისტემა ეს არის სამხედრო სისტემა, რომელიც მოგვიანებით გახდა სამოქალაქოების ხელმისაწვდომი და მანამდე მხოლოდ სამხედროები უწევდნენ მას ექსპლუატაციას, თუმცა უკვე 2012 წლიდან თუ არ ვცდები, ფართოდ გამოიყენება ყოველ დღიურობაშიც კი, იმდენად ანუ თუ ეს თავის დროზე რაღაც საიდუმლო და მხოლოდ სამხედროების ხელმისაწვდომი იყო, დღეს ისე იმდენად გაიაფთა მისი ექსპლუატაცია, ხო, ნავიგაციის სისტემებში გამოიყენება, ხოლო რაც შეეხება დასავლურ საბრძოლო სისტემებს და სამხედრო სისტემებს, არა მარტო საარტილერიო სისტემებს, მისი მიმღები, ანუ ეგრეთ წოდებული კომუნიკატორი, ანუ თვითონ ეს სისტემა GPS-ი არაფერს არ ეთქვის, ითქვის ის რაც მიმღებია, ხო, ანუ ის სისტემა რაც ცალკეულ ერთეულშია დამონტაჟებული, ხო? ანუ არა მხოლოდ მართვის სისტემებშია დამონტაჟებული, არამედ ცალკეულ ანალოგშიც კი, ცალკეულ ტანკშიც არის მიმღები, რომელსაც შეუძლია თუნდაც იგივე ექსკალიბურში გამოიყენება, შეგვიძლია პირდაპირ კოორდინატი შეიყვანო და ისე ისროლო. დიახ, ზუსტად ამას ვსაუბრობ, რომ რა თქმა უნდა ეს აძვირებს, მაგრამ გარკვეულ სისტემას, მაგრამ ეს სიძვირეს გამართლებულია იმით, რომ მოწინააღმდეგეს ზემოქმედება არის თითქმის 100%-იანი. როცა 99%-იანი დაშვებას აკეთებს. გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვა, ჩიტი ბდღნად ღირს. ხო, ეს ნიშნავს, რომ გაისროლე აფეთქე, ხო? ანუ ხედავ მოწინააღმდეგეზე ადრე, ცეცხლს ახორციელებ მოწინააღმდეგეზე ადრე და მოწინააღმდეგეს აზიანებ. მანამ სანამ მოწინააღმდეგე საერთოდ დაგინახა. ეს უკვე ნიშნავს, რომ ერთ ტექნიკურ დეტალსაც დაუმატებდი უბრალოდ, რომ მას შემდეგ რაც ნავსატი GPS-ის სახელით საზოგადოებაში წავიდა, სამხედროებს მაინც აქვს დატოვებული, ასე ვთქვათ, პატარა კოზირი, რომ სამოქალაქო სისტემებს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში აქ დროზე ალაპარაკი და ძვირ აპარატურაზე მაქსიმუმ შეუძლია 3 მეტრის სიზუსტის დაფიქსირება თავისი წერტილის და ამ დროს სამხედრო სისტემებს აქვს 3 სანტიმეტრამდე და უფრო ნაკლები, ანუ 1 დიუმი რა, 2.5 სანტიმეტრის სიზუსტით გეუბნებიან კონკრეტულად თუ სადახარ. რაც ჩვეულებრივ აი მოკვდავებს მე ჩვენ ზოგადად მაგასთან დაშვება არ აქვს. მაგაზე მარტივი პასუხი აქვს სამხედროების სამოქალაქოებს არავინ ამუშავებს ხელს რომ თავის თუნდაც მობილურებში ატომური საათი გამონტაჟონ ცოტა რაში ჭირდებათო რა აბრამსის ფასი მიეცა მე თქვენ მობილურს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ნუ კი ბატონო ეს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს ესე რომ ვთქვა დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში ან რუსეთის მსგავს ქვეყნებთან მიმართებაში და თავისთავად უკრაინა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ რომ უკრაინა ყალიბდება როგორც დასავლური ტიპის უკრაინაში მათაც ჰქონდათ უკრაინელებსაც ჰქონდათ მცდელობა თავიანთი მათ აქვს თავიანთი წარმოება იჭკვიანი იარაღის შექმნის უცდელობები ჰქონდათ პოდაჟორის მემკვიდრეობაზე კი არის ეს ყველაფერი დაყრდნობილი, მაგრამ ისინი ამ 2014 წლიდან გამალებით ემზადებიან ომისათვის, გამალებით ემზადებიან. გიორგი, მემკვიდრეობა უძახე შენ და მემკვიდრეობა მაგერ მე რამდენი გემი გაუშვა წყალქვეშ. ნეპტუნი მაგათი ნაწარმია. კი, მიუხედავად იმისა, რომ აღებული აქვს საფუძვლად ძველი სისტემები, მათ მართლაც საფუძვლიანი
მოდერნიზაცია, მათი გაგებით მოდერნიზაცია არის თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ეხლა უკრაინა უბრალოდ დროს იგებს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ნატოს ქვეყნები მას ეხმარება ამ სისტემებით, თუმცა მე ეჭვი მაქვს და იმედი მაქვს უпростоრად ის თავის საწარმო ხაზსაც აამუშავებს და კიდევ ერთხელ რუსებისგან განსხვავებით, რომელიც კარგ მოპარულ მანქანიდანაც კი რაღაც ტანკის და ემადინის ნაჯვარს აკეთებს ხოლმე უკრაინას ეკნება ზუსტად ის დამოკიდებულება, რაც ევროპას. ანუ აკურატულობა ტექნიკისადმი და მაღალ ტექნოლოგიებისადმი ესე რომ ვთქვათ, ნდობა და მისი ფართო გამოყენება, რაც ზუსტად გვაძლევს საშუალებას არა იაფიან ჯარისკაცში ვეძებოთ არმიის სიძლიერე, არამედ მაღალ ტექნოლოგიებით ჩვენი ჯარისკაცის სიცოცხლე და უკრაინის ჯარისკაცის სიცოცხლე იყოს დაცული, თუნდაც ამან გააძვიროს სამხედრო მანქანის ღირებულება, მისი ესე რომ ვთქვათ, აღჭურვილობის ღირებულება, მაგრამ მორალურ წნეხს მოუხსნის ქვეყანას დაღუპული ჯარისკაცების სახით. რა თქმა უნდა. გიორგი, რამოდენიმე საკითხი მინდა ვთქვა და მე ასე ვთქვათ, უკვე ენჩქვილისკენ წავიდეთო. უბრალოდ მე ასეთ ხედვა მაქვს საკითხის, რომ პრაქტიკულად აი ამ ბოლო ერთ კვირამდე რუსეთს თუ არ ჩავთვლით ვიეტნამის ომს, უშუალო შეხება და რასაც ქვია ბრძოლის ველზე ომი მოდი ეგრე ვთქვათ, დასავლეთის ტექნიკასთან პრაქტიკულად არ ქონია. ნუ იქ იყო რაღაც ცივი ომის პერიოდში რაღაც მომენტები დაუშვათ იგივე ეგვიპტის ომი და რაღაცები, როდესაც ერთ მხარეს იყო რუსეთი, მაგრამ აი განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთს უწევდა ყოველთვის ისეთ სიტუაციებში ომი, სადაც პრაქტიკულად ერთვებოდა რომელიღაც მხარეს, მაგრამ სინამდვილეში ორივე მხარეს რუსული ტექნიკა ჰქონდა. ზოგს რუსეთის მიყიდული, ზოგს მემკვიდრეობით დარჩენილი და ეხლა უკვე პრაქტიკულად პირველი სიტუაცია, როდესაც რუსეთის მოწინააღმდეგე მხარე ნელ-ნელა იარაღდება ზუსტად იმ თანამედროვე შეიარაღებით, რასაც ამერიკული და ზოგადად დასავლური ტექნიკა ჰქვია. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, რაც ასე ვთქვათ, ცოტა ისტორიულ ესეთ ფრაზას ვარიანტს ვამბობ, რომ მეზარბაზრენის ამბავით საკითხავია, კიდე ანუ ნებისმიერ ტექნიკა თუ მას артиლერიას გულისხმობ, თუ მას არ აყავს артиლერისტი და ადამიანი, რომელიც ამას გამოიყენებს, მან საბოლოოდ ჯართამდე დავდივართ და აქაც ალბათ არ ვიქნები მტყვანი თუ ვიტყვი, რომ мотивация უკრაინის მხარეს უფრო გააჩნია თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით უფრო შემართებით იბრძოლოს ვიდრე რუს, რომელსაც ნუ რა ვიცი, ახლა მე ჯერჯერობით ჩემ თავში ვერ ვიპოვე ვერც ერთი მიზეზი, რატომაც რუს ადამიანს შეიძლება უნდოდეს წავიდეს და უკრაინაში მოკვდეს. არა, წესთ არ უნდა კონდეს მას რა, გარდა მივიღებ ბრძანება და უნდა შევასრულო. ეხლა ძალიან სწრაფად რო გავცე პასუხი, მოდი ესეთ ვთქვათ, თვითონ ტექნიკის ათვისება, საბჭოთა ტექნიკის ათვისება გაცილებით ძნელია, იმიტომ რომ უნდა ირბინო რაღაც სახაზავებით, ალგორითმებით, ლოგარითმებით, რაღაც ეს კოეფიციენტებით და დამიზნების სისტემა აბსოლუტურად დამოკიდებული არის იმ ტვინის მათემატიკურად მომზადებაზე, რომელიც მიზნიდან გამომდინარე კოორდინატები შეყავს და დაზიანება რომ რაღაც დონეზე იყოს ახლოს დაუშვათ 90%-დან, ანუ ეხლა არასდროს თქო დაზიანება 90% არასდროს არ არის საბჭოთა საარტილერიო სისტემების, მაგრამ გასროლა რომ მეტნაკლებად ახლოს იყოს სამიზნესთან, ამას ჭირდება მნიშვნელოვანი გონების დაძაბვა. განსხვავებით დაუშვათ დასავლური ანალოგიებისა, როდესაც შენ ერთხელ ითვისებ და ძირითადად გამოთვლებს, ანუ შენი ამოცანა არის ზუსტი დაცვა პროცედურების, ხოლო გამოთვლის ვალდებულებას პირს იღებს გამოთვლითი ტექნიკა თანამედროვე. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ათვისება შედარებით მოკლე დროში არის შესაძლებელი საარტილერიო სისტემის დასავლეთის, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ მისი ტაქტიკური გამოყენება ადვილი ათვისებელი იყოს. რა თქმა უნდა, მეთაურებს დაუჯდებათ ძალიან მძიმე, ესე რომ ვთქვათ, ანუ დღე და ღამე უნდა გაათენონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აითვისონ
არა ცალკეული ერთეული სისტემის გამოყენება ამას არ ისინი ადვილად მოახერხებენ. არამედ ამ სისტემის ერთობლივი გამოყენება, ტაქტიკურად გამართულად გამოყენება, სხვა ქვედანაყოფებთან ერთობლიობაში მართი მხარდაჭერისთვის სინქრონიზებული მოქმედება. რასაც ახლა შენ ამბობ მაგას ერთი სიტყვა ქვია საბრძოლო იარაღის საბრძოლო გამოყენება, მოდი ასე ვთქვათ რა. ხო, ანუ ტაქტიკა მისი გამოყენების, იმიტომ რომ ყველა ახალ სისტემას მოაქვს ახალი ტაქტიკური ტექნიკური მონაცემები, რომელიც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული, გააზრებული და სხვაერად გამოყენებული, ვიდრე მიჩვეული ხარ დაუშვათ სხვა ტაქტიკური ტექნიკური მონაცემების მქონე საარტილერიო სისტემაზეა საუბარი. პირველი შეკითხვა რა იყო რაღაც პირველი შეკითხვა ზოგადად ის იყო, რომ შეკითხვა არ იყო, აზრი იყო ჩემი, რომ მაშინ რა ქვია რუსებს არასოდეს არ ქონია უშუალო ბრძოლა. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ზუსტად ამის დაკვირვებას მოვახდენთ. როგორ იყო რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მათ გამოიგონეს დაუშვათ არმატა, რომ ეს ტანკი არის გაცილებით უკეთესი. რომ ეს დაუშვათ გამანადგურებელი არის უკვე მეხუთე თაობის, T-90 არის მესამე თაობის. მაგრამ ეს ყველაფერი იყო ზეპირ განცხადება. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ T-90 წითელ მოედანზე აღარ მოხდა, რომელი წელი იყო პარადის დროს ცეცხლი წაეკიდა თვითონ და თავის ასე ვთქვათ ნაკებ 4++ გამანადგურებელს 35-ს აგერ ძალიან ასე ვთქვათ საყოლპუროდ რუსებმა ჩამოაგდეს და დაწვეს. ასე რომ ის არის. ხო, რა თქმა უნდა, ხო, ესია ზუსტად ერთია სირიაში გამოყენებული, როცა მოწინააღმდეგეს არ აქვს ანალოგიური ზემოქმედების საშუალება შენთან და გამოიყენო და მეორეა როცა თანაბარი ძალის, ანუ ყოველ შემთხვევაში რამდენად თანაბარია იქ სხვათან არანაკლები ძალის ყოველ შემთხვევაში რა. დასავლეთთან მიმართებაში რუსული არმია ახლოსაც ვერ მივა და ეს ხო თვით შეფასებაა, რომელიც რაოდენობაზე იყო აგებული, მაგრამ იმ რაოდენობაზე ვთანხმდით, რომ მილიონიანი არმია ბრძოლის ველზე გამოიყვანა, ვერ მოახერხა 200,000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრა, მიუხედავად იმისა, რეალური მებრძოლზეა საუბარი. ხო, აქედან გამომდინარე, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ეხა იმედის თვალით შევსკერით, კიდევ ერთხელ ამერიკული артиллерიის ცეცხლი, როდის გამოიწვევს და რამდენად სწრაფად გამოიწვევს რუსი ჯარისკაცის პანიკას და კოშმარი, რაც შეეხება რუსეთის ხელმძღვანელობაში, მათ ეს კოშმარული სიზმარი უკვე რეალობად ექცათ და მათ ყველაზე კარგად იციან, რომ მათ უკვე წააგეს ბრძოლა უკრაინაში. ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებები გაგაჯლება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად სწრაფად უკრაინა აითვისებს ამ სისტემას და რამდენად სწრაფად ჩათვლის უკრაინა, რომ შეიძლება ნაკლები სისხლის ფასად მოახერხებს ამ ტერიტორიების გაწმენდას, როდის დაიწყოს გენერალური შეტევა, ესე რომ ვთქვათ. მხოლოდ უკრაინის იმედად. ანუ იმასაც დავუმატებდი, რომ დასავლეთს ასე ვთქვათ, არ უთქვია, რომ რაც გადავეცით, ამის მეც და ამაზე განსხვავებულ და უფრო მძლავრი იარაღს არ გადავწევთო. ხო, თუმცა კიდევ ერთხელ ეხლა ეს არის გუშა იარაღი, ეხლა მოდი მეორე მსოფლიო ომი რო გავიხსენოთ, ეხლა ანტერები და ტიგრები როცა გაიგზავნა ფრონტის ხაზზე, ყველას იმედი ჰქონდა, რომ ეხლა ეს ვუნდერვაფეა და არა, ვუნდერვაფეს მოვლენა იქ სხვათა შორის მარტო გერმანელებს არ ჰქონდათ, ეგ რუსებსაც ჰქონდათ და ზოგადად გიორგი, შორს ვარ წავიდეთ, მე და შენ რა ომებში მონაწილეობა გვაქვს მიღებული, იქაც იყო ხოლმე რა მომენტები, რომ აი რაღაცა ახალი შეიარაღება მივიღეთ და მე მახსოვს მაგალითად ის პერიოდი, როდესაც რეალურად ნამდვილი ტანკი პირველად რომ ქართულმა ჯარმა მიიღო, მოკლედ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოკლედ წინ აღარაფერი აღარ დაგვიდგებოდა. ტანკი თვითონ მოიგებდა ომს. ხო, პირველი BM-24 რო ვნახეთ, ხო, ახ ბიჭო, გრადია შეხედე როგორ ისმის. მაგრამ, მაგას საბოლოოდ ცხოვრება გასწავლის, რომ სინამდვილეში ეგ მართლა მეომარისა და ადამიანის გარეშე არაფერი არ არის რა. და იმის გამოყენებასაც ცოდნა უნდა. კი ბატონო, ეგ ეგრეა.
კარგით. კარგი ბატონო გიორგი, მოდით ამითი ნუ გადავღვლით ჩვენ ძვირფას მაყურებლებს ჩვენი ყურებით. დავემშვიდობოთ და წინასწარ მადლობა მოუხადოთ მათ ვინც ჩვენ გვიყურა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს გამაგრება და გამარჯვება. Slava Ukraine, გაუმარჯოს საქართველოს.